ნართლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მეველეს 4 ღარიბა სამწვადე. მეორე სართულზე არის ღარიბა სამწვადე, მწვადისტები, ესეც ეძახიან, ხინკალი ლარი და 20 ღირის და მწვადი სულ რაღაც 10 ლარი. მაგრამ რამდენად ღირს აქ საჭმელის მირთმევა თქვენ თვითონ განსაჯეთ, იმიტომ რომ იმას რასაც ახლა ნახავთ აი ამ სიუჟეტში, მე ვფიქრობთ, რომ სულ მცირე შოკში ჩაგაგდებთ. პატარა სამზარეულოა. თუმცა საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს, საოჯახოს ტიპის სამზარეულო არის, საოჯახოს ტიპის რესტორანია. რესტორანის თქვა ძალიან მიჭირს. მოდით შევხედოთ ფანჯრებს. ნახეთ, ტვერ შეიმასარევი. ჩამჩა. აქ პროდუქტები მზადდება. აქ ნახეთ რა მდგომარეობაა. შეხედეთ ამას უკანს. აქ შევხედოთ, აქ ნახეთ რა მდგომარეობაა. აქ არის სრული კატასტროფა. და ვინმე არ გაბედოთ და არ დაწეროთ კომენტარებში, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა და უკეთესი რა გინდათო. ზუსტადაც რომ მინდა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად მდებარეობს. თავარია რომ ობიექტი მუშაობს და მომხმარებლებს აჭმევს და აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა იყოს პროცესრიგებული. როგორც მინიმუმი აი ესეთ საღორი არ უნდა იყოს. აი ესეც ნახეთ. ეს რა არის? ამას ჩემზე უკეთესად თქვენ მიხვდებით, ეს ყველაფერი არის თაგვის ექსტრემენტები. ნახეთ რა მდგომარეობაა, დასაშინელებაა. ეს ნახეთ რა მდგომარეობაა. ეს ნახეთ. აქ ნახოთ. მეტყველებაც მიჭირს. აი ეს ყველაფერი გადის ახლა სუფრაზე და აი ადამიანები ამას ყველაფერს აგემოვნებენ, ეს ახალი გაკეთებული კერძია და მინდა ეხლა ვთხოვოთ ჩემ ოპერატორს ერეკლეს და აი ამის უკან გადამახედოს. რა თქმა უნდა, რასაც მოვიდეთ. ყველგან აბსოლუტურად თაგვის ექსტრემენტები. აი აქ ნახეთ. რა გაქვთ ბატონო, ესა გაქვთ გამოსაცვლელი? აი ეს ამდენი თაგვის ექსტრემენტები, აი სირცხვილი არ არის ობიექტზე? აი როდესმე მაინც ეს გაგიღიათ და გინახიათ? აი ამდენი თმა აქ რას აკეთებს? აი ეს რა არის? აი ეს რა არის? მაგას არ ყვართ საერთოდ. აბა ეს ჭურჭელი რატო გაქვთ? აი აქაც ნახეთ, ყველგან თაგვები, მღრღნელები, აი ძალიან ბევრი მღრღნელები ყავთ სავარაუდოდ. ამ ტაფებსაც არ ხმარობთ? არა. კარგით, მაჩვენეთ რომელ ტაფებს ხმარობთ. უკეთესი ტაფები მაჩვენეთ. შეხედეთ აი რა ტაფებია, რა მდგომარეობაშია. და აი გარეცხილი ტაფები შეხედეთ, აი სად არის მოთავსებული, ნახეთ. ამას შეხედეთ, აი რა ექსტრემენტებია ყველგან, ნახეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ, ყველგან აბსოლუტურად אין რაოდენობით თაგვის სულცლი. აი ტარაკანა. აი მკვდარი ტარაკანა, ანუ თაგვებიც არის და ტარაკნებიც არის. ეს არის დარბაზი და ამ დარბაზში უკვე დავინახეთ ტარაკანი და ეს ტარაკანი გადავიღეთ კიდევაც. მთავარი ვარსკვლავები ამ ობიექტზე არის ტარაკნები ნამდვილად, თუმცა აი აქ დახელ მაცივარში ჩვენ ხედავთ მშვენივრად გამოიყურება კერძები, ეს კერძები გადაფარებულიც კი არის, ფასიც აწერია. აი შეხედავ და იტყვი რომ რატო არა, იყიდი და შეიძენ, მით უმეტეს რომ თებზი ღირს 7.5 ლარი, რაც რა თქმა უნდა არ არის მაღალი ფასები, მაგრამ აი რა პირობებში ამზადებენ ამ კერძებს, ეს უკვე მადონას რეპორტაჟიდან ნახეთ. აი ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება ნამდვილად, მაგრამ აი თვითონ ინტერიერსაც ხედავთ, საკმაოდ შელახული კედლებია და აი იქ იმდენი მტვერია, რომ ცვივა, აი ესეთი, აი ეს აბლაბუდები ცვივა, ისეთი სიბინძურია. აქ პრინციპში არის სველი წერტილი და მე გაჩვენებთ კიდევაც ამ სველ წერტილს. ой მე აი კიდე ტარაკნები ყველგან არიან, ყველგან. ой მე უკაცრავად რა, მე არა მაქვს ისეთი მყარი ნერვიული სისტემა როგორც მადონას, იმიტომ რომ მადონას შეუძლია ამის გადაღება და მე კოლაფში ვარდები, პირდაპირ გეტყვით, აი ნახეთ რამხელა აბლაბუდებია და რამხელა სიბინძურია აი ამ ბადეებზე. აი მინდა რომ ეს ყველაფერი გაჩვენოთ ძალიან კარგად. უკან გადაიხედეთ რა მდგომარეობაა. აი აქ შეხედეთ აი საჭმელები, ნახეთ. ამას შეხედეთ აი რა მდგომარეობაშია რამე. და მოდით ახლა მე თქვენ რაღაცის გაჩვენებთ. აი ნახეთ რას ნიშნავს სახალხო კონტროლი. აი თქვენ გაჩვენებთ.
რას პოულობთ ჩვენ და რასაც ვერ ხედავს სამწუხაროდ სურსათის ეროვნული სააგენტო. ზედაპირი ნახეთ, არასდროს უარ გაწმენდილა. ვაიმე! არაკნებით, ყველაფერი აბსოლუტურად თაგვები წრწუნებიან რაოდენობით და ტარაკნები საკმაოდ დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ყველგან ნახეთ. აი ეს არ ხმარობთო ტაფებს, აი თუ არ ხმარობენ ტაფებს. აი შეხედეთ რა მდგომარეობაა უკან, მაგიდებზე რა მდგომარეობაა და აი აქ ნახეთ რა მდგომარეობაა. ამას შეხედეთ, აი ეს არის კვების ობიექტი. აი ამის პატრონი მეტყვის, ვაქაურობას ალაქებს. ვაიმე ვერ შევალ იქ ვერ შევალ. მე ვერ შევალ ოპერატორს. იმედია ეყოფა ნერვები რომ ლიზას არ ყოფნის ნერვები და იცით რომ არ შეუძლია, მეც პრინციპში არ შემიძლია, მაგრამ რაც არის რეალობა უნდა გაჩვენოთ და ნახეთ აი ეს ტუალეტში შესვლა ის გამორიცხულია, მაგრამ გარედანაც აი რამდენად არის შესაძლებელი გაჩვენებთ რომ საშინელი მდგომარეობაზე ანტისანიტარია. აქ საშიშია, აქ ყოფნა ობიექტზე, იმიტომ რომ ყველგან აბსოლუტურად აი კედლები როგორც ვივა და ობის სოკოა, ყველგან აბსოლუტურად ზვირვარებს და აი აქაც გაჩვენებთ, ეს არის ტარაკნების ბუდე, ჩვეულებრივი ობიექტი არ არის, ეს არის ფაქტიურად ტარაკნების რესტორანი. რაოდენობით არის ტარაკნები, ნახავთ ძალიან კარგად და გული მერევა. ზუსტად ამ ადგილის და ანუ მდებარეობა და ლოკაციას გაჩვენებთ რეპორტაჟის ბოლოს, რომ კარგად ნახოთ და არ ვიცი, მე არ გირჩევთ რომ აქ შემოხვიდეთ, იმიტომ რომ აქ ნამდვილად საშიშია. თუ არ გეშინიათ მღრნელების და მწერების, ტარაკნების და ასე შემდეგ, მაშინ შეგიძლიათ მოხვიდეთ და მე ნამდვილად გადაცემა სახალხო კონტროლი არ გირჩევთ. ეხლა კი ისევ დაუბრუნდებით მადონას, იმიტომ რომ მადონამ იქ იმდენი აღმოაჩინა, რომ აღარ ვიცით უკვე ჩამონათვალი აღარ ყოფნის თითებზე. იატაკსაც გაჩვენებთ, ნახეთ, შეხედეთ რამდენი საჭმელი არის. ვაიმე, ეგრე ვერთხის ნაჭამი და თავის ნაჭამი, ნახეთ რა მდგომარეობა. ამას შეხედეთ. ტარაკნების რაოდენობა შეხედეთ, შეხედეთ და აი ნახეთ მღრნელების მიტანილი აი ნაჭამი პროდუქტი, ნახეთ. რას მოვკიდო ხელი აღარ ვიცი, მაცივარსაც გავაღებ და ჩემ მოვალეობას შევასრულებ, თუმცა წესი დარიგით აქედან უნდა გაბრბოდე. ნახეთ, აი ამას შეხედეთ, ნახოთ. აი ეს ნახეთ. ეს არის მიკროტალღური, შეხედეთ. აი რომელიც რა მდგომარეობაშია. ნახეთ. და ეს არის ტელოები. ნახეთ, ეს არის ტელოები, რომლითაც მაგიდებს ასუფთავები. შევხედოთ ახლა მაცივარში რა მდგომარეობაა. ნახეთ, კატლეტსაც ამზადებენ და ყველანაირ სულო და გულო რა გინდა, ასორტიმენტი იცოცხლეთ ხო. ნახეთ, აი ხაში. ნახეთ. აი ნახეთ. რაღაც კიდე კერძი არ ვიცი რა არის. აი იქითაც ხაში ნახეთ. აი ხაში და ზევიდან ნახეთ როგორ იყრება აი ნაგავი, შეხედეთ აი ამას შეხედეთ და აი თავდაუხურავი ხაში. აი ნახეთ, შეხედეთ აი აქ ნახეთ რამდენი ნაგავია და ეს ყველაფერი ჩვეულებრივად თავდაუხურავ ჭურჭელში ჩადის. ხორცი ცუდი არ არის ნამდვილად. შეხედეთ. ნახეთ. აი ეს არის სამზარეულო. ნახეთ, აი ხა ტარაკნები ნახეთ. როგორ გახვეულები არიან აბლაბუდებში და იქ იღუპებიან. აი ქვაბში ნახეთ. აი ეს რა არის, იცით? ეს არის ის, რომ ხორციან კერძებს მოგვართმევენ ამ ობიექტს. გარდაცვლილი ტარაკნები კედლებზე და აი აქ მომიშავე პერსონალს საერთოდ არ აღელვებთ. აი მესმის ტოლერანტობა. ბედნიერად ცხოვრობთ მღრნელებთან, წრუწუნებთან და ტარაკნებთან. მაცევრებიც ნახოთ. აქ რომ დავიწყო მე ტილუწეველი რატო არის იმის გამოყენებული თქო ნაგვის პარკები თქო ხო ძალიან არასწორი ვიქნები. აი ნახეთ როგორ არის ჩალეწილი ყველაფერი და ნუ ამას მე შეუჩვეულებრივად ამოიღებენ და მაგიდაზე გაიტანენ. ნახეთ რა მდგომარეობაა და ზარეული მეუბნება რომ ამას ვაკეთებთო უკვე დაწყებული მაქვს და შეკვეთილი მაქვს. შეკვეთილი კი არა, უბრალოდ აი ძალიან წუხვარ, ძალიან მცხველია, აი ძალიან და აი ძალიან აღელვებული ვარ, აი ყველგან აბსოლუტურად. აგერ ნახეთ, არსად არ მინდა წასვლა, აი ყველგან აბსოლუტურად, სადაც არ უნდა მოკიდო ხელი, რასაც არ უნდა შეეხო, ყველგან ტარაკანია აბსოლუტურად. ყველგან.
ყველგან ტარაკანი. და ახლა როგორც შეგპირდით, გაჩვენებთ ზუსტ ადგილ მდებარეობას, აქ არის ნათლუღის ბაზრის შესასვლელი და აი ეს არის მწვადისტები აწერია და ღარიბა სამწვადე. აი ეს არის კიბეებით ადიხართ მეორე სართულზე და ის საშინელება რაც დღეს გადავიღეთ ზუსტად აი ამ მეორე სართულზეა, სადაც ყველანაირი კანონი ირღვევა, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ადამიანური კანონი. სუფთა ჰაერზე გამოვედით, თუმცა რა გითხრათ ახლა ამ ტერიტორიას რამდენად შეგვიძლია ვუწოდოთ. არა, ისეც არ არის ოაზისი, მაგრამ ოაზისია იმასთან დაკავშირებით. ამდენი რაოდენობა ტარაკნების დიდი ხანია, მე მგონი არ გვინახა. ლიზა, იცი რას ვიზა? აი სიამოვნებით გადავაკეთებდი წარწერას. ღარიბა, სამწვადე, საქაბაბე, სავირთხე და სატარაკნე. საწურწუნე და სატარაკნე. აი ეგ არის. ნადოლ არავის არ ვურჩევთ აქ შესვლას და მე ვფიქრობ ჩვენ დავბრუნდებით ამ ობიექტზე და გადავამოწმებთ და ვნახოთ აბა რა გაკეთდა და რა შეიცვალა ამ ობიექტზე. მეველეს 4 დედაქალაქი, მეტრო ისანი, ნათლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.